ჩიჯავაძის საავტორო პროგრამა. მოგესალმებით პროგრამის ავტორი მარიკა ჩიჯავაძე, ხმის რეჟისორი გახლავთ ინგა გურგენაძე, ინტერნეტი ჩვენ ეთერს უზრუნველყოფს სოფო სურგულაძე და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმარს. ეს გახლავთ ყოველთვის საყვარელი მომღერალი ბადრი მაისურაძე, რომელიც სულ ერთი კვირის წინ, ზუსტად ერთი კვირის წინ, წინა კვირას საქართველოს კულტურის მინისტრმა წარუდგინა თბილისის საოპერო თეატრს როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩვენ ამის შესახებ დიდი ხანია გქონდა ინფორმაცია, იმიტომ რომ საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც განიხილავდა კანდიდატურებს, მაგრამ ბადრი არ გთანხმდებოდა პირდაპირ ეთერში მოსვლაზე თუ ტელეფონით ჩართვაზე, ვიდრე ოფიციალური დანიშვნა არ იქნებოდა. დღესაც მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვეღარ გითხრა, რადგან ოფიციალურადაა დანიშნული, ვინაიდან რამდენადაც ვიცი ბადრის ძალიან ბევრი გეგმა აქვს, მაგრამ კონკრეტულად საუბარი ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც ალბათ საინტერესოა ძალიან და დიდი მადლობა ბადრი რომ მოხვედით. ვიდასტუროთ ყველა სიტყვას, თანდაოდ ესეა, რომ თქვენი დიდი სიმპათია, თქვენთან დიდი სიმპათია და თქვენი ხათით მოვედი, იმიტომ ჯერ ეს ერთი ალბათ ადრე არის რაღაც გლობალურად ლაპარაკი, მაინც დრო ჭირდება, გარკვევა ჭირდება, თუმცა არის გეგმა, რომელიც ასე ვთქვათ, დავსახეთ 20 წლიანი გეგმა, ეს ამის გამეორება შეიძლება, მაგრამ ალბათ უჯობესი იქნება, რომ გადავდოთ შემდეგი გადაცემებისთვის. კი ბატონო, ნახოთ როგორც გვექნება. ხო, როგორც იქნება, ხო. დიდი მადლობა მოწვევისთვის, როგორც ყოველთვის. და ერთი გამოგხშათ კიდე, რომ ყველასთვის საყვარელი მომღერალია და ყველასთვის საყვარელი ბიჭიც უნდა გეთქვათ. ნამდვილად ესეა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ 240 91 92 240 92 92 ამ ნომერზე დაგვირეკეთ და თეატრის შესახებ პირველ რიგში დავუსვით ბადრი მაისურაძეს შეკითხვები და შეგიძლიათ მის შემოქმედებაზეც კითხოთ. თუმცა დღეს ამაზე არ გვექნება ხაზგასმით საუბარი და არც მის ჩანაწერებს არ შევთავაზებთ მსმენელს, ვინაიდან რაღაც უხერხული იქნებოდა. და დღეს გადავწყვიტეთ, რომ რაღაც მუსიკალური მასალას ეს თაღში მოგვექცია. ანუ ერთ-ერთი ჩვენი პირველი ჩანაწერებით, საოპერო თეატრის ჩანაწერები, ეს არის ევგენი მიქელაძის ჩანაწერები, რომელსაც სულ ცოტა ხანში უსრულდება 80 წელი, რაც განხორციელდა ეს უნიკალური ჩანაწერი და ამ ჩანაწერებს შემოგთავაზებთ და სულ ბოლო ჩვენი მომღერლების წარმატებების შესახებ. თუნებას მოვუძად ერთ სიტყვას ვიტყვი და ერთი სიტყვი თქვა, თუმცა ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გუშინ წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან გამოგვაკლდა უდიდესი პიროვნება. საოცარი ადამიანი, საოცარი რეჟისორი, საოცარი პიროვნება, უთფილესი ადამიანი, დიდი პროფესიონალი, დიდი პედაგოგი და საერთოდ დიდი კაცი. ძალიან ბევრს გული დაწყვიტა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ იმდენი აქვს დანატოვარი თავის მოწაფეებში, იმდენი არიან მისი აღზრდილები, რეჟისორები, მსახიობები, რომ ეს ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის, რომ მისი ცხოვრება აი ეს ამ ფორმით გაგრძელდება. მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი აქვს დადგმული საოპერო თეატრშიც და მისი წვლილი ძალიან დიდია. ჩვენ ალბათ ამას ცალკე გადაცემასაც დავუდგოთ. მისი მოგონებები გვაქვს ბევრი შენ მონახული და ეს საოცარი კაცი იყო და მეც ძალიან მოფერებული ვიყავ იმისგან დაწყებული სტუდენტობიდან თეატრალურში. ეს იყო განსაკუთრებული პიროვნება იყო, თავისი განსაკუთრებული იუმორით, განსაკუთრებული გამოხედით, განსაკუთრებული სიარულით. ყველაფერი ჰქონდა განსაკუთრებული სპექტაკლებით. მე რამდენჯერმე მოვხვდი მის ასე ვთქვათ ლექციებზე, ან რეპეტიციებზე ადრე დიდ ლამაზურსებ თავის მოსწავლეებთან და იქაც რო განსაკუთრებული იყო. რაღაც საოცარი პიროვნება იყო. ეს ღმერთისგან მოძებული ჰქონდა ყველაფერი, ეს რაც ჩამოვთვალე. ძალიან გული დაწყდა ყველას, ძალიან გული დაგწყვიტა და რაღაც რო არ ველოდებოდით. ხო, რო არ ველოდებოდით და ასე ვთქვათ, ესე დავიწყოთ ეს ეთერი, იმიტომ რომ წავიდა კაცი, რომელიც თეატრი ორჯერ გახსნა. ხანძრის შემდეგ და ახლა რეკონსტრუქციის შემდეგ მისი დადგმული სპექტაკლები. ეს თბილისში და ბათუმში მისი არაერთი არაერთი თბილისში, არაერთი გერმანიაში, რუსთავის თეატრში, ამას არ უბრალოდ კაცი, რომელიც ასეთი მრავალფეროვანი იყო და
მრავალ განზომილებაში და გადავიდა ახლა სხვა განზომილებაში და ალბათ იქიდანაც რაღაცა თავისი მოწაფეების ხელით ალბათ შეგვიწყობს ხელს ჩვენ შეუწყობს კულტურას. გადის თეატრში ისე რომ ეს ამითი ციცოცხლებს კიდევ. და მოდით როგორც გითხარით ჩვენ უნიკალურ ჩანაწერს შემოგთავაზებთ. ეს არის მოსკოვში დეკადის დროს განხორციელებული აბესალომ და ეთერი, რომელსაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობს. გუნდი მოვისმენთ ჯერ აბიო მეფე და შემდეგ უკვე სხვა ნომრებზეც გადავიდეთ. რომელი წელია? 27 სამი დეკადა იყო და 27 წლის დეკადა. ეს იყო აბიო მეფე ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერიდან დირიჟორობდა ევგენი მიქელაძე. კიდე ორ ჩანაწერს შემოგთავაზებთ ამ პერიოდისას 1927 წლისას, რომელსაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობს. ახლა კი მინდა შევახსენოთ ჩვენ რადიო მსმენელს პირდაპირ ეთერის ტელეფონი 240 91 92 240 92 და იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარია თბილისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე. ბადრი, ჯერჯერობით დიდი მადლობა იმაზე, რომ დათანხმდი საერთოდ ამ თანამდებობაზე შეიტანე განაცხადი და მე საბჭო მაგირჩია შენ. გილოცავ, თუმცა ისე ჩაიღიღინე, მე მგონი ვიცი რომ ძალიან რთულ საქმეს მოკიდა ხელი, მაგრამ თავისთავად ის რატო ვაიგივებ არ ვიცი ხო, მაგრამ ამ თემას დაკავშირებით, მაგრამ შეიძლება ასორ კონტექსტში არ მომდის ეს მუსიკა, მაგრამ რაღაც თო მომდის ბორის გოდუნოვის კორონაცია რო ხდება, მისი კურთხევა რო ხდება
და აი ესეთი დიდებულია და დიდებული ხო და ეხლა თან მომივიდა აქედან რომ აბიობეფედან გახსოვთ ალბათ ყველას და ალბათ ჩვენ რადიო მსმენელებსაც კარგად ეხსოვება ეს ფანტასტიკური მუსიკა, საერთო ოპერა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა იქ მინდა გავუსვა ხაზი, რომ როდესაც 15 წუთი მზადდება მისი სცენაზე გამოსვლა და გახსოვთ რა ზარზეიმია და რა სირბილი და ეს 15 წუთი ინგრევა ზარების რეკვით და მუსიკა გახსოვთ ხო რაღაც 120 კაციანი ორკესტრი და ილეწება ყველაფერი და გამოდის ეს ამა და ხალხი დამხობილი და აღმერთებს და გამოვა და პაუზა შალიაპინს აქ ჩანაწერი პაუზა თვითონ დამთავრდა და პიანოზე მღერის სკარბი დუშა რატომ არ სცენდება არ ვიცი იმიტომ რომ რა თქმა უნდა ის კარგი ჩემ სახში ჩამოვედი ჩემ თეატრში ჩამოვედი მაგრამ არის ამაში ისეთი მოყოლილი რაღაცა რომ აი გაორმაგებული გრძნობა რომ გინდა რომ კარგი გააკეთო რომ გინდა რომ იმის იქით რაც არის ძალიან მძიმე სიტუაცია ვინც ჩვენ ამ გადაცემას უსმენს რა თქმა უნდა ყველა საქმის გულშია და ამიტომ ზედმეტი ლაპარაკი არ გვინდა, მაგრამ იმის იქით არაფერი არ არის, რომ ნულის იქით, ხო და ვიფიქრე, რომ ალბათ აი დღეს არის სწორედ დრო, რომ რაღაცა ხარში ამოუდგე. ყოველთვის იცით თქვენ, რომ ყოველთვის ვაკეთებდი რაღაც პატარ-პატარას, მაშინ როდესაც სინათლე არ იყო, ფაქსი არ იყო, ტელეფონი არ იყო, მობილებზე აღარ მაქვს ლაპარაკი და ხო და რაღაცებს ვაკეთებდი, ვეხმარებოდი ჩვენ ღვაწლმოსილ მომღერლებს ვეხმარებოდით, კონცერტებს ვატარებდით, რიგებდით რაღაც ორკაპიკს. მასტერ-კლასები ახალგაზრდებს ვეხმარებოდი, წასულიყვნენ რაღაც. მე ყველაფერი რომ სინათლეზე გაჩნდა, ყველაფერი რომ ასე თუ ისე დაეწყო და თვითმფრინავებას დაიწყეს ფრენა, მაშინ დაფრენა და თვითმფრინავი გროზნომდა, იღებდა ნავს და მე ან ევროპაში მიფრინავდა, ან სადღაც სხვაგან, ხო? ხო, ასე რომ იმის თქმა მინდა რომ საშველი იყო ნამდვილად. მე რაღაცა მieდი მქონდა რომ გამოსწორდებოდა სიტუაცია. ყველას რა თქმა უნდა არ მარტო მე და ვცდილობდი კიდევაც თუ რაღაც მიძახებდნენ გვერდში ვედექი და ბოლო წამამდე შეიძლება ითქვას გვერდში ვედექის ბორდის ასე ვთქვათ ჩემი ინიციატივით იყო გახსნილი რომელიც მაგრამ არ დაგვასაქმეს არ ზარიც არ ყოფილა ერთი შემოსული ზარი არ ქონია არც ერთ ბორდის თეატრის ბორდის წევრს და ასე ვთქვათ მე ავიცილე თავიდან ეს ამ ბორდის თავისთავად ეს ბორდი ძალიან კარგი რამ იყო რა ისეთ რამდენი მე ხო ის ხალხი არ შევგროვე ვინც უბრალოდ ფიქტიურად იჯდებოდა ხალხი რომელიც რეალურად დაეხმარებოდა გრანდენბურგის და ვენის ანდერვენის დირექტორი რომელიც საჩუქრად გვაძლევდა ახლა არ ვიცი რა სიტუაცია მაგრამ საჩუქრად გვაძლევდა დადგმებს რომელიც 100,000-ობით ევრო ღირდა და დირიჟორი რომელიც მზად იყო დახმარებოდა იმიტომ ეს პრობლემა იდგა ამ თეატრში და დირიჟორების და მზად იყო დახმარებოდა იქ ახალგაზრდებს და მასტერ-კლასები იქ რეჟისორი ბერტმანი რომელიც სოფლიოში განთქმული რეჟისორია და იქ იყვნენ ხალხი რომლებიც ამერიკიდან იყო მეტროპოლიტენის ყოფილი მენეჯერი რომელიც გაგვაკვალიანებდა უფრო პროფესიონალურად ამას ნუ შევჩერდებით იმის თქმა მინდა რომ მეგონა რომ რაღაც შეიძლება ყოფილიყო და რომ მივხვდი თვითაცილება მივეცი შემთავს და არ გადავწყვიტე არ მემოქმედა არანაირად უკვე ჩავთვალე რომ ჩემი თავი ზედმეტი იყო იქ და ბორდი. და ახლა ეს უკვე სხვა სტატუსია და სხვა პოზიციაზე ხარ და ხო, ახლა რა თქმა უნდა, ახლა ის სტატუსია, რომელიც მე კიდეც მაძლევს ენერგიას იმის ფიქრს, რომ რაღაც ახალს
რაღაც ახალს შევხვდი. ხო ასე ვთქვათ, ვეძახით ჩვენ თავს შემოქმედებს სცენაზე იქნება თუ რაღაც ახალი და კარგი რო გაკეთეს, რა თქმა უფრო დიდი ვიდრე დაუშვათ კონკრეტულად სიმღერა თუ მონაწილეობა სპექტაკლში თუ ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა, რითაც შემიძლია აბსოლუტურად ვიამაყო რომ მარტო დიჩიაჩია 4 წამყვანი პირველი პრემიერების მომღერალი ჩემი ყოფილი სტუდენტები და სხვა თეატრებზე არ ვიძახი და სოფლიოსთან რომელიც ზღერიან ყველგან მეტროპოლიტენი გინდა თუ ლასკავა და ჩვენთვის გასაგები და მისაღები დიდი თეატრები. ბადრი უკაცრავად კურსესმენი გაიკეთეთ და სატელეფონო ზარია დიახდა დაამთავრეთ აზრთა? არა არაფერი ეხლა რა თქმა უნდა მეტი საშუალება მაქვს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ერთპიროვნულად რაღაცას გადავწყვიტ და მე მინდა რომ კოლექტივთან ერთად ყველას გვესმის რომ ეს პრობლემა ეს არ არის ჩემი პრობლემა ეს არ არის მარტო კოლექტივის პრობლემა ეს არის რაღაც საერთო პრობლემა რომელიც უნდა გადაწყდეს ყველას დახმარებით მადლობა მინდა ერთობლივად ხო და მადლობა მინდა გადაუხადო დავთანხმდი იმიტომ რომ ბატონმა კულტურის მინისტრმა პირობა მოგცა და მისმა ყველა თანამშრომლებმა თქვენ წარმოედგინეთ მე ყველა შევხვდი გუშინ თვითონ მობზანდა მომადგილები თეატრში ესეთი რამ ბევრ ქვეყანაში არ ხდება ბევრი ვერ დაიგოს ამას იმიტომ კი არა რომ ჩემთან ყველას ესმის რომ ეს პრობლემა ყველას ესმის რომ ეს პრობლემა ყველას გადასაწყვეტია ერთი კაცი ამას ვერ იზამს მე ესეც გავაჟღერე და მივიღე ის პასუხი რა პასუხმაც მე დამარწმუნა რომ უნდა ჩამოვიდე და გავაკეთო ის რასაც დიახ თუ შეიძლება ხო პასუხოთ დიახ გისმენთ ეთერში ხართ დიდი მადლობა ბატონო ბადრი. საერთოდ დღეისათვის სპორტული სიტუაცია ახლა თქვენ სწორედ მაგაზე საუბრობთ. იქნება თქვენი მოსვლით ჩაწყნარდეს და ამშვიდეს არა მხოლოდ ოპერის თეატრი, არამედ ეს სრულიად საქართველოს აღექვება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი შრომა მოგიხდებათ ალბათ. და მეორე შეკითხვა, რაც მაინტერესებს თქვენგან. მიხეილ კოლელიშვილი ეს რომელიც პეტერბურგის მარინის თეატრში მოღვაწეობს. თუ თქვენი შეფასებით რამდენად კომპეტენტურია და რამდენად ძლიერია და მაგალითად თუ შეიძლება მისი მოწვევა თბილისში. ისეთ რა მე ძალიან კარგად ვიცნობ. დიდი მადლობა და დიახ მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ პიროვნებას ფანტასტიკური კაცია დიდი ხანი არ მომისმენია მაგრამ აქვს ძალიან კარგი კარიერა ეხლა ვხედავ ვკითხულობ რომ მღერის სხვადასხვა თეატრებში არა მარტო სხვათა შორის მარიისკის თეატრში მე თავის დროზე მათაც ასე ვთქვათ ხელი წაუკარეთ თუ შეიძლება მასტერ კლასებზე ჩამოდიოდნენ მისი მეუღლე და სამწუხაროდ დიდი ხანია არ მომისმენია მესმის მხოლოდ კარგი შემილია დაგაწყარო და დაგიზასტურო თუ თქვენ ასე ვთქვათ გული შეგდიოთ ამ პიროვნებაზე და მაგრამ გლობალურად მინდა გავუსვა ხაზი მე კიდეც გამოვაცხადე და არ ვიცი ალბათ თქვენ შეიძლება გამოგჩათ ეს ინფორმაცია ან ვერ მოусმინეთ რომ ყველას ვისაც კი რამე ის კი არა კომპეტენტური არ იყო ვისაც კი შეუძლია სიმღერა ან ვინც ან თვლიან რომ ვისაც არ შეუძლია მე ყველას მიცევ საშუალებას რომ გამოაჩინონ თავი ყველას მიცევ იმ ფორმატს რა ფორმატითაც მათ შეუძლიათ ის მაქსიმუმი გამოაგზავნონ რაც აქვთ აქედან გამომდინარე გადაწყდება ვინ რას იმსახურებს მაგრამ მე ამას არ გადავწყვეტ ამას გადავწყვეტ ყველა ერთად შეიძლება ასეთივე თქვენმა ზარებმა შეიძლება რაღაც სხვა ფორმებით კოლექტივმა უნდა გადაწყვეტოს მე არ მინდა ავიღო ჩემ თავზე თუ როგორ მღერის კონკრეტულად ვიღაც პიროვნება ჩემთვის მისაღებია ყველა ქართველი ვინც გარეთ არის და ვინც შიგნით მე ამას გადაუჭარბლად ვიძახი იცით მაგრამ ჩემი ღრმა რწმენიდან გამომდინარე ვიძახი ამას ყველას რაღაც თავისი ბედი აქვს ყველას რაღაც განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს თუ განსხვავებული ცხოვრება აქვს მე შევეცდები რომ ყველას ერთ პიროვნ შეუქმნა ყველას ერთნაირი გარემო და იქ გამოჩნდება პურის ცხობელი და არამცხობელი ჩემი ღრმა რწმენაა რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რაც შეიძლება აი თქვენ როგორც კარგად ზანეთ ამ ნებათა ღელვას ამ ჭრილობას შუა რუსთაველზე შუა ქალაქში შეახორცებს და მოაგვარებს დიდი მადლობა კიდევ არის ზარი
კიდევ არის ზარი მანიშნებს არა თურმე გათიშულა აი ახლა სოლისტებზე საუბრობდით რადგან მოვიდა ასე და ახსენე კიდეც რომ ყოველს მისცემ შანსს აი რა მაინტერესებს როგორი პრინციპით გაგრძელდება მუშაობა იმიტომ რომ ბევრი ბჭობა იმის შესახებ როგორი ხელშეკრულებები უნდა იყოს როგორი ტიპის როგორიც უცხოეთშია ანუ თავისუფალი უნდა იყვნენ მომღერლები და კონკრეტულ სპექტაკლებზე უნდა აიყვანონ ისინი თუ როგორც იყო გაგრძელდება ესე რომ მაქსიმალურად ვინც არის თეატრში, შტატში, ახლა ასე ვთქვათ, შტატში, რომ ისინი იყვნენ და ქუჩაში არ აღმოჩნდნენ უცებ და უხელფასოდ არ აღმოჩნდნენ. ისეთ რა, მე არც მიცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ჩემ კოლეგას ზედმეტი რამ უთხრა და გამორიცხულია, რომ ერთპიროვნულად კიდე ერთხელ ვიძახეს იმას, რაც აქამდე ვილაპარაკე, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთპიროვნულად არაფერს არ გადაუწყვეტავ. თუ ადამიანს აქვს საშუალება, რომ ითამაშოს ფეხბურთი, ფეხი არ ტკივა სახსრები არ აწუხებს. ხო ხვდებით რას ვიზახ სპეციფიური პროფესია გვაქვს და ასე მგონია რომ კანონი რომელიც არის რომელსაც ახლა ვეცნობი სამწუხაროდ აქ 30 წელი არ ყოფილა საქართველოში თუმცა ვიყავი მაგრამ ფიზიკურად ხო ასე ხო და მაქვს ინფორმაცია და ვეცნობი ამას უფრო სიღრმისეულად ყველას რომ ვიძახი ყველას კონტრაქტებს რაც შეეხება ეს გულისხმობს სწორედ ამას რომ ის ფორმატი, რა ფორმატიც მე ვხედავ, რომ უნდა აღორძინდეს თეატრი, აქედან გამომდინარე, აქ ქვე ფორმატები ამას და დღეს ამაზე ლაპარაკი, რომ იქ ვინ დარჩება, ადგილობრივები, არ ადგილობრივები. ისეთ რა შეასაკმო, თუ რა თქმა უნდა, მე იმას არ ვიძახი, რომ უნდა წავიდეს, ეს უნდა იყოს რაღაც ასე ვთქვათ, რაღაც თუ რაღაც მოხდება რაღაც ორგანიზაცია აპირებენ თეატრებისა, ეს ალბათ ისე უნდა მოხდეს რომ არავის ხარჯზე და არავის ნერვებზე და საომარი სიტუაციის დამთავრდეს. უბრალოდ უნდა ითქვას ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე ალბათ და დამეთანხმებით რომ თუ მომღერლებზე არ ვიტყვი თუ ფეხბურთელზე ვერ დარბის და ფეხი ტკივა ну არ უნდა სხვა ის უნდა მოირჩიოს მაშინ ხო მე არ ვიძახი რომ ესეთი სპეციფიურია თუ ბალეტის მსახიობი ვერც ეკავს და რევმატიზმი აწუხებს ხო ну მე არ ვიძახი შეიძლება ახალგაზრდასაც ჰქონდეს ხო რამდენს აქ ახალგაზრდას რაღაც გარკვეული ავადმყოფები ღმერთმა დაიფაროს ყველა და მე იმას გულისხმობ უბრალოდ მინდოდა პარალელი გამევლო პურის ხობელი რო ვთქვი იმიტომ არა რომ მე მართლა მიყვარს ქართული პური ასეთი გამონათქვამია ხო თუ შეუძლია ადამიანს როგორ შეიძლება რომ რაღაც პრინციპულობით რაღაც სუბიექტურობით განისაზღვროს ჩვენ არ აგვაქვს იმის ფუფუნება რომ ჩვენ ვიღაცას ვისაც შეუულია არ მივცეთ საშუალება რომ გამოაჟღეროს და მეორე იმასაც ვერ მივცემ თავს უფლებას მე არ ვიცი ახლა რა ზუსტად რა კონტრაქტებზეა ლაპარაკი დაახლოებით ხვდები მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი რომ ვიღაცა ვინც თეატრშია არ უნდა წავიდეს და არ უნდა იმღეროს სხვაგან. ეს არის შეიძლება ითქვას ყველაზე მთავარი. ის კი არა რომ შენ მღერი ხარ. შენ გვერდზე როდგანან კარგი მომღერლები, რომ შენ რაღაც სხვა დირიჟორებთან, სხვა სიტუაციაში, სხვა გარემოში იქიდან ისეთი ინფორმაცია ზღებულობ, როგორც თქვენ ჭვიანი კაცის ხვის შესწავლაზე სწავლობსო. აი სწორედ მაშინ გაიგებს სხვას გვერდზე კარგ მომღერალს, რომ ჩახედავ და იქ იშვიათად არის რომ მისცენ საშუალება კონტრაქტული სისტემა, მისცენ საშუალება რაღაცა ცუდ მომღერალს უცუდ მუსიკოს შეასრულოს რაღაც ხო? ნუ 1% შეიძლება რაღაც მოხდეს რაღაც ფულს იხდიარო რაღაც დაუკრა, ხდება ხოლმე ეგეთები ზანიმღერო. ასე რომ ეს გასვლა, ეს არ არის მარტო გასვლა და ეს არ არის მარტო მათი კარიერა. ეს არის ის ინფორმაცია, რაც შენ გამოგადგება თუ კარგი და ჭკვიანი კაცი ხარ, ისე გამოგადგება, ისე ქვეცნობიერად ისე მუშაობს და შემდეგ ცნობიერებაში გადადის. ესა დიდი საქმეა, რომ ამიტომ ხელს არ შეუშვით. მაქსიმალურად დავტვირთავთ ქართველებს, ჩვენებს, მაქსიმალურად ავაწყობთ, ასე ვაპირებ და ასეც იქნება მაქსიმალურად ჯერ ჩვენები. თუ სადმე იქნება გარღვევა, თუ სადმე იქნება რაღაც პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენ დაუძახებთ ხალხს, რომელიც ამ პრობლემას მოგვიგარებს. ეს იქნება. როგორც ამათი გასვლა არის საჭირო მათთვის და სასარგებლო, ასევე იმათი ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, აი უფრო კონკრეტულად და ლამაზად გამოგიყვება. არის მსვენელი კიდევ გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო ბადრე, გილოცავთ სამხატვრო ხელმძღვანელობას და წარმატებებს გესურვებთ. მადლობა.
ბატონო ბადრე, საინტერესოა, რამდენად ხშირია ევროპაში კლასიკური საოპერო დადგმების გათანამედროვების ცდელობა, რამდენად წარმატებულად მიიჩნევა ეს დადგმები, აი თქვენი აზრით მაინტერესებს ამ საკითხზე და კრიტიკოსების აზრით, ვინაიდან აი კლასიკის გათანამედროვება, როგორც მოგეხსენება, ძალიან საფრთხილო საქმეა და ამას ძალიან ნიჭიერი ხელოვანი თუ უმკლავდება წარმატებით. ჩვენთან უმეტესწილად სახეცვლილია საბალეტო კლასიკური წარმოდგენები და ძალიან წარუმატებლად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ხო, მოგახსენებთ ძალიან რთული თემაა და ძალიან საკამათო თემაა. ამიტომ ზოგადად შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, რომ 98% სპექტაკლების არის გათანამედროვებული, 98% არის სკანდალური სპექტაკლები და თუ ჩავთვლით და გვაინტერესებს კრიტიკის აზრი ეს ერთია, მაყურებლის აზრი მეორეა და მესამეა იმ პიროვნების კარიერა, რომელიც ამას აკეთებს. თქვენ ისეთ პარადოქსალურ, რამდენადაც პარადოქსალურად არ ვაჟღერდეს, სწორედ ის რეჟისორები არიან ახლა წარჩინებულად ითვლებიან წარჩინებულ და არიან ფავორიტები საოპერო რეჟისურის, რომლებიც აი ესეთ სპექტაკლებს გავენ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენი ქართული თეატრისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ქართული მენტალიტეტისთვის. სხვანაირად ვიტყვი უფრო რბილად, ჩვენ არა ვართ ამისთვის მზად, რომ შიშველი უკანალით გამოვიდეს ქართულ სცენაზე. ამას არც ბადრი დაუშვებს, არც გივი, არც მალხაზი და არც არავინ. ჩვენ არა ვართ ამისთვის და ჩვენ არც უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. არის ისეთი შედევრები, რომლის ხელისხლებას არ შეიძლება. მეც გეტყვით, არის თეატრები, რომელსაც ამას არ კადრულობენ და რო იკადრონ. იცით რას გეტყვით? აი ბოლო 2 წლის ამბავს გეტყვით, ტრავიატა რო დაიდგა და პიცა რომ დაჭრა ტრავიატამ, ვიოლეტამ სპექტაკლში. ხო? დუეტის ფონზე. თქვენ იცით ალბათ თეატრში რა მოხდა და შემდეგ გადაკეტეს და ტრანსპარანტები და რა არ მოხდა. ასე რომ არის თეატრები, სადაც ხელს არ ახლებენ. ეს იგივეა, რომ როგორ გითხრათ ახლა მიქელანჯელოს დავით, რომ მივაწეპოთ ულვაში ან ბაკები, ან თმები წითლად შეუღებოთ. ეს არის ხელშეუხებელია, ეს კლასიკა არის ხელშეუხებელი. და ის ერი, რომელიც ამას არ აფუჭებინებს, ასე ვთქვათ, თუ ამ ფორმით მიუღებლად თulis არადგმევინებს. არიან, მე არ მინდა ახლა ქვეყნები დავასახელო, მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იტალიაში ვერდი გამოიყვანონ ვერდის რომელიმე სპექტაკლში, ხო? გამოიყვანონ იქ ავტომატით. მობილური ტელეფონით, რაც მიღებულია, ახლა ტანკი შემოიყვანო. ეს შეიძლება იყოს პარიზში, შეიძლება იყოს კომპორია. არა, მე ქვეყნებს არ ვასახელებ. მე ვიძახი, თავიანთ კულტურას ისე უფრთხილდებიან, ხელს გამოგჭამენ. რეჟისორი პრემიერამდე გარდაცვლილი იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კულტურას, ჩვენ მუსიკალურ კულტურას და საერთოდ კულტურას. და უნდა გაუფრთხილდეთ იმათ კულტურასაც, იმიტომ მე მგონია, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ყოველთვის ვიყავით მზად, რომ აგვეყო რამ ევროპისგან და აგვეყო ყველანაირი კარგი. ამიტომ ჩვენ დღეს მზად ვართ, მათგან ავიღოთ მხოლოდ ის, რომელიც ჩვენთვის მისაღებია და ჩვენ მენტალიტეტს შეეფერება. და არა მექანიკურად გადმოვიტანოთ. ეს თანამედროვე დადგმაც ალბათ პირობითია, ვინაიდან ახლა ჩვენ ვერანაირად ვერ აღვადგენთ ისეთ დადგმას, როგორც იყო თქვა იგივე ვერდის დროს. ვერ აღვადგენთ. პირობითია და ის თანამედროვე, ძალიან თანამედროვეს, რასაც ეძახიან, თუ გამართლებულია ყველანაირად შინაარსობრივად და სტანისლავსკის აქ დადგმი შეგიძლია თავდაყირა დადგეთ, თუ გამემართლებო. ეს გენიალური ნათქვამია. მაგრამ ეს როდესაც არის უბრალოდ მოდა იმისი, რომ ეს არის ისეთ როგორ დაახლოებით როგორ ხედავ, როდესაც კუწურიე თავის გამოფენას აკეთებს და ეს ფარშევანგის ფრთა შეიძლება გაუყარონ თვალში, ყურში და ისე ჩაცმაზე აღარ ვიძახ. ეს არის მისი ხედვა, მაგრამ ქუჩაში ხო არავინ არ დადის. ხო ხტებით რას ვიძახი? ეს რეჟისორები რომელიც დგავენ იძახენ, ჩემ ესე ვხედავ ამას. რომ უნდა იყოს, ესე იგი, აი ესეთი ფორმით და ტიტველი უნდა გამოვიდეს და იქ რაღაც საშინელებას მეც გეტყვით.
რა თქმა უნდა მეზობლებს ჩვენ ყველა ვინც გადის ქართველი ყველა ამას დამიდასტურებს ვისაც უმღერია რომ ჩვენ მღერი ვართ ამ სპექტაკლებს და ზოგჯერ ვაპროტესტებთ ზოგჯერ ნაკლებად გამოგდის ან ვაპროტესტებთ და რაღაცას გადააკეთებენ განსაკუთრებით ეს ახალგაზრდები ვიყავით საერთოდ მიუღებელი იყო რაღაც ესეთი ფორმატი ეხლაც მიუღებელია მაგრამ მაგალითად მე და კარგად მახსოვს მე და ლათო ათანელი ბარსელონაში მღეროდით ბალმასკარად ცნობილი დადგმა არის ბოიოტო უნიტაზებს ვინჩივის და bis ჩარეცხვას იქ ისეთი ხდებოდა რომ ცოცხალი ის იყო ასე ვთქვათ სექსი იყო სცენაზე და ჩვენ გავაპროტესტეთ ეს მე მახსოვს ლადო ვეღარ რო გამოვდიოდით რას არ გვესროდა რაც ჰქონდათ ხელში პომადა მობილური ტელეფონები თუ რა ეს დიდი ხნის ამბავს გიყავით მართალი 2000 წელი 16 წლის ამბავია მეგობრებო 99 არ მოხს არ აქვს მნიშვნელობა და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველ დღე უფრო მეტად ივსებოდა თეატრი იმიტომ რომ და ყოველ დღე უფრო მეტი სროლელი და აღშფოთებული ხალხი იყო ბოლოს იქამდე მივიდა ბოლო ორ სპექტაკლზე პროკლამაციებს ყრიდნენ ეს გამახსენდა ვერდის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ურთიერთობა და იტალიის და პროკლამაციებს ყრიდნენ ფუორი და ლისეო მატაბოში მოიოტო დირექტორი და ამ კაცმა ახლა ისეთი კარიერა გაიგეთა რომ ყველგან დგავს მეც გეტყვით ეს სპექტაკლი უნდა გვემღერა ამსტერდამში და ლადომაც უარი თქვი და მეც უარი თქვი მაგრამ შეუძლებელი იყო უარი თქვი და შემდეგ ეს აი სკანდალური ისეთ რა რომ მოიწვიონ ხალხი რომ გააკეთონ რაღაც ეკონომია ასე ვთქვათ ხო თეატრი ხო არა ბიზნესის ფორმით აბსოლუტურად გაუმართლებელი რამ არის ეს არის ქვეყნის პრესტიჟი ეს არის ქალაქის პრესტიჟი ხო მაგრამ იმის გამო იმ ორი კაპიკის ჩხილებში გამოყოფ ორი კაპიკის გამო მოყავთ აი ესეთი ფორმით და მე არა ვარ ამის მომხრე მე არა ვარ ამის მიმდევარი და მე შევეცდები რომ ჩვენი მაყურებელი დავაბრუნო მხოლოდ იმისთვის რომ კარგი და კეთილი ემოციით წავიდნენ და არავის საგინებელი არ იყოს და პირიქით ხო და ახლა მე რეჟისორს თხოვ გავუშვა შემდეგი მუსიკალური ფრაგმენტი კлау ევგენი მიქელაძის ჩანაწერს უბრუნდებით მოვისმინოთ იაზოს მიმართვა დავით გამრეკელის შესრულებით დაისიდან da pirvelat nire chani gutspeli salami metmaki kurt hat archena mahlaketi sotterrati, alla Vergine appadi,
ეს იყო კიაზოს მიმართვა დაისიდან და დავით გამრეკელი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, გველოდება მსმენელი გისმენთ. არის მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა, გესალმებით ბატონო. გამარჯობა. წარმატება გისურვოს. დიდი მადლობა. შემოქმედებითი ცხოვრების პირადი. და აქედან ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვიკითხო ჩემი სულხანი გულესიანი ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი ეს. აი, იცით რა არის? პატარა რაღაცას გეტყვით ახლა ქალბატონო ელა დამახსენა სულხანი და პატარა იყო სულხანი 99 წელი იყო. თქვენ იქიდან ხო არა ხართ თბილისიდან ეკავთ? არ თბილისიდან დავარ. ხანის სულხანი და მისი გადადო მე ვარ ჩემ მეგობრები ვართ ოჯახით ანახოსავარ ლეილა და სოვიკითხო ქალბატონო ლეილას ეს ბატონო პატარა რაღაცას მეც მოვიკითხო მაშინ თქვენთან ერთად. პატარა რაღაცას გეტყვით ეტალს რა. ძალიან გქოთ მოკლედ იმიტომ რომ არ გვაქვს საერთოდ. 99 წელია ოპერასად გას სულხანი პატარა მე კლასში სულხანი და ეს მოძრაობა რო ეს ეროვნული მოძრაობა და ჩვენ ვართ თავისუფლების მოედანზე და ხალხს არ დამიჯერებთ. შავლეგო იმღერა და ოპერი და ჩვენ გავიგეთ სულხანი და მე ვთქვი ეს სულხანი მე და რომ მივახოვეთ სულხანი მღეროდა. აი ისეთი ხმა და მე მინდა წარმატება გისურვოთ ყველა. მეც თქვენს გისურვებთ რომ გახარებული ყოფილიყავით სულხანის დამღერით, დამსახურებული ქათინაური იყო დამსახურებული. ფანტასტიკური მომღერალი. დიდი მადლობა. ფანტასტიკური და ვიაროთ ხალხმა ოპერაში და გავითარდებით უფრო კაი ეს ახალგაზრდებს მინდა მიმართო ჩვენ კი დავდიოდი და დავდივართ, მაგრამ მე მინდა ახალგაზრდებს რომ ისეთ რა არის აი არ ვიცი და მეტირება ხოლმე ზოგჯერ რომ ერთი სიტყვით რა წარმატება. დიდი მადლობა ზარისთვის და მე ის მინდა ვთქვა რომ საბედნიეროდ მას შემდეგ რაც თეატრი გაიხსნა, თეატრი მაყურებლებს არ უჩივის ნამდვილად ნაკლებობას არ უჩივის მაყურებლისას. აი ახლახანს იყო აბესალომ და ეთერი, თითქოს სამი სპექტაკლი გვაქვს რეპერტუარში და აბესალომი ყველაზე ხშირად სრულდება და სავსე იყო დარბაზი, ძალიან მიხარია ეს და თუ რეპერტუარი გამდიდრდება, კიდევ უფრო მეტი იქნება მსმენელი, შესაბამისად დაკავდება ყველა ვინც თეატრშია და საშუალება გვექნება რასაც ამბობდით, ჩამოვიყვანოთ, ხვებით ჩამოვიყვანოთ. აი რეპერტუარზე მაინტერესებს, რას გვეტყვი, რა მზადდება ახლა თეატრში, რა დაახვდა, იმიტომ რომ ხა შენ ჯერ ვერაფერს ვერ მოამზადებდი, ვერ შეიტანდი გეგმაში, მაგრამ აი რა მზადდება და მე რამდენადაც ვიცი, ესეც აუცილებლად მინდა რომ გითხრა, სამინისტროში როცა წარადგინეთ თქვენ კანდიდატურები, საკუთარი თავი, მაშინ უნდა აუცილებლად მიგენიშნებინათ, ვინ გინდათ მთავარ დირიჟორად თუ რეჟისორად, არ ვიცი ზუსტად ჩამონათვალე და აი ვის მოიაზრებ შენ გუნდში, ვინ იქნება შენ გუნდში? ნუ რამდენიმე კაცი დავამატე, მაგრამ ეს მენეჯმენტში ვაპირებ ჯერ კიდე ბოლომდე იქ რაღაც ტექნიკური საკითხებია, მაგრამ ზაზა აზოვენფერაშვილი მთავარი დირიჟორი, გოგი ალექსი-ბესხიშვილი მთავარი მხატვარი. ასე ვთქვათ, ჩემი გუნდი არ არის, იმიტომ რომ ჩემი თეატრი არ არის, ეს არის ჩვენი თეატრი. ეს არის ჩვენი გუნდი, თეატრის გუნდი არის, ყველანი არიან, იცით? მე ხო გუნდში შევხვდი, ხო არ ვპირფერობ. გეტყვით კი ბატონო გვარებს, მაგრამ აი ზაზა აზოვენფერაშვილი მთავარი დირიჟორი, მთავარი მხატვარი, სადაც შეეხება და ასე ვთქვათ, იქნება კიდე საზღვარგარეთ მომუშავე, ასე ვთქვათ, ჩემი დამხმარე მენეჯერი, ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული მომღერალი და იყო თავის დროზე ტენორი, ბარიტონი, ბავშვი ახსოვთ ყველას, 15 წლიდან არის იტალიაში ცხოვრობს, ჩამოყალიბდა ძალიან კარგი ბანი, შემიძლია თქვა მე სამარს შეუწყო ხელი და არის ძალიან წარმატებული მენეჯერი. ვინ არის გითხარი? გიორგი ანდღოლაძე. ხო. და რაც შეეხება მთავარი დირიჟორის ვაკანსია არ ყოფილა თეატრში არ არის და ჩვენ მე ვფიქრობ რომ ესეთი გადაწყვეტილება მივიღე რომ თქვენ მოგეხსენებათ 3-4 თვე უნდა თითო სპექტაკლის დადგმას. ახლა იმას გადავახდი სამწუხაროდ თქვენ საკითხს რომ დამხვდა, ესე იგი ახლა 25-26 პრემიერებია, ალბათ უშვებს თავის
სპექტაკლს წუნა წრუწუნა, სადაც ბილეთები გაყიდულია, როგორც ყოველთვის. ხო როგორც ჩემი სიმამრი იძახდა თავის დროზე თბილისში ოპერა არ უყვართ, ბალეტი უყვართ და მუსკომედიის თეატრში რომ ბილეთს ვერ იშოვედი, ოპერაში ნახევარი დარბაზი იყო, არ ვიცი რამდენი დაეჯერება, მაგრამ მას ყოველთვის მეუნებოდა. ჩვენ შევეცდებით რომ ოპერაშიც მოვიდეს იმდენი, რამდენიც მიდიოდა თავის დროზე მუსიკალური კომედიის თეატრში, ამ დადის ბალეტს. ეს არის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ხო, გეუბნები, ხო, ნამდვილად გეუბნები ბოლო აბესალოზე სასე იყო დარბაზი. ეს სასახარულოა და ეს ამას ამ ტრადიციას გვირდებით რომ გავაგრძელებთ. რეპერტუარი ძალიან საინტერესო იქნება. ეხლა მიდის რეპეტიციები, დიდი ხნით ჩაშვებულია ეს პროექტი კარმენი და ხო ნახოთ როგორ წარიმართება აქტიური მუსიკალური რეპეტიციები მიდის, სამწუხაროდ რეჟისორი არ იმყოფება აქ რაღაც დადგა საბერძნეთში თუ არ ვწდები სპექტაკლი და რაღაც განსაკუთრებული რაღაც ჯილდოც კი მიიღო. რაც შეეხება სამომავლოს, ეს იქნება ის დიდი ტიტულები, ასე ვთქვათ, საოპერო, რომელიც უნდა გადიოდეს ყველა დიდ თეატრში. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ იმ ჩვენ ფაქტიურად ჩვენ თეატრი არ არსებობს არანაირი კატეგორიაში. ხო არის A კატეგორიის თეატრები, B, C დღესდღეობით ალბათ სამწუხაროდ არაპოტენციალიდან გამომდინარე, არამედ რაღაც სხვა რიგი და ეს ყოველ ჩვენმა იცის, რიგი ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ფაქტობრივად თუ კატეგორიების მიხედვით თუ ვიტყვით, არა კატეგორია. ამიტომ ჩვენ იმ კატეგორიაში უნდა გადავიდეთ, რა კატეგორიაც მიგვაახლოვებს იმ კულტურულ საგანძურს, რასაც ქვია მსოფლიო საოპერო თეატრი. დასანანია ვინაიდან ამ თეატრებში მყერიან ჩვენი მომღერლები. პარადოქსალური სიტუაციაა, კი ბატონო. დიახ და აი ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ ბადრ ჩვენი გადაცემის დრო იწურება. ნუ დავამთავრებ. არა, ჩვენ შეგვიძლია სერია გავაკეთოთ გადაცემებისა, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ კვლავ გვესტუმრები, როდესაც უფრო კონკრეტული გეგმები ჩამოყალიბდება თეატრთან ურთიერთობაში, რაღაც გამოიკვეთება. არ დაგიმალავთ, არის კონკრეტული გეგმები, თვალი რო არ ეცეს, ამიტომ არ თქვი. რა გვეჩქარება, ნელ-ნელა გავასწავლე. დიახ, სიამოვნებით ჩვენ ყოველთვის გელოდებით ჩვენთან და აი ზუსტად იმის მაგალითად რომ ჩვენი მომღერლები ამშვენებენ მსოფლიო საოპერო სცენებს, ეხლა მიდის სცენა, სულ რამდენიმე დღის წინ იყო პრემიერა ბულგარეთში პლოვდივის საოპერო თეატრში, ორმა ჩვენმა მომღერალმა უკვე აღიარებულმა მეცო-სოპრანომა. აღიარებული აღარ ქვია უკვე. ანიტა რაჭველიშვილმა და ახალგაზრდა ტენორმა მიშა შეშაბერიძემ, რომელიც უკვე აღიარეს და უკვე დიდ კარიერას იწყებს თავისას, დაიწყო უბრალოდ ეს კარიერა, ისინი ასრულებენ ფინალურ სცენას ბიზნეს კარმენიდან. მოდით აი ამ რაღაც ტონით დავამთავროთ, ამ რაღაც იმედიანი ნოტით დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ანიტაც, მიშას და ძალიან ბევრი ათეულობით ქართველი მომღერალი, რომელიც მსოფლიო საოპერო სცენებს ამშვენებს, არაერთხელ ეწევა ჩვენ საოპერო თეატრს. იმედი არა გვაქვს, აუცილებლად იქნება ასე და ჩვენ მომღერლებთან ერთად, რომლებსაც მიეცემათ საშუალება უცხოეთში წავიდნენ, რაც წერან აღნიშნე, აი მათთან ერთად თეატრი დადგება ფეხზე და იმედი მაქვს იმისი, რომ მომღერალი ჩაუდგა საოპერო თეატრს სათავეში და ის მომღერლების პოზიციას დაიკავებს და არ დაჩაგრავს ბალეტის პოზიციას. და უმიუდგები გვერდზე თუ ალბათინოს დაჭირდება, მაგრამ ბალეტში ყველაფერი სწორად ქვია. ოპერას აქვს დიდი პრობლემა. დიახ. და მაშას ევისმენთ კარმენიდან ფინალურ სცენას, მღერიან ანიტა რაჭველიშვილი და მიხეილ შეშაბერიძე, სულ ახალი სპექტაკლი, ახლა რამდენიმე დღის წინ გაიმართა ეს სპექტაკლი. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბადრი მაისურაძე, თბილისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც მოიხსნა სხვათა შორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი და ეს კიდე სხვა საქმეა. ხო, ეს არ ვიცოდი, მე მგონი დარჩა. თუ დააბრუნეს, არ ვიცი, იმიტომ რომ მოხსნილი იყო ყველა აფიშიდან. მე მგონი დააბრუნეს. ძალიან კარგი თუ დააბრუნეს, დიდი მადლობა ბადრი, წარმატებებს გისურვებ. გადაცემას უძღვებოდი მე მარიკა ჩიჯავაძე, ხმის რეჟისორი გახლდათ ინგა გურგენაძე და ინტერნეტით ჩვენი ეთერი უზრუნველყო სოფო სურგულაძე. კარგად ზანდებოდეთ.
მარიკა ჩიჯავაძის საავტორო პროგრამა.